ის დაბრუნდით, მე მგონი დაბრუნდით. დღეს ვიღაც ჩემთვის ყველაზე საყვარელ ფორმატს უნდა ავარჩიოთ, რომელია ქალაქში ყველაზე გემრიელი დონატი. პირველსაც წავიდეთ. პირველ წავიდეთ დონატში, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სადონატი არის ქალაქში. მე მგონი პირველი, რავი, ხა ამ ბოლო დროს იქ მახსენდება ხოლმე პირველი დონატზე რომ იდგება საქმე. რაც შეეხება შეფასების წესებს და კრიტერიუმებს. გვექნება სულ რამდენიმე წესი, რის მიხედვითაც გამოვავლენთ ჩვენი აზრით, რომელი გამოსწორდება ყველაზე მეტად. ყველაზე მთავარი კრიტერიუმები რაც არის ზოგადად არის ვიზუალი, გემო და ფასი. ხო, იდეაში დაუპატიჟებელი სტუმრების მუღამიც ეგ არის, რომ ესე ვდგებით და ვაგემოვნებთ სხვადასხვა რაღაცეებს. წინაზე სამარხო კერძები და ვაგემოვნეთ. დაგვიგემოვნებია ხაჭაპურები, პიცები, ხინკალი, შაურმა და ამჯერად დონატის დრო მოვიდა. ეხლა ისეთი მზე და ამინდები გამოდის, რომ მომავალი ეპიზოდი უნდა იყოს ნაყინებზეც ჩემი აზრით. აუ, ვაფშე ხო გადაუხიო. ესეც ასე მოვიდით დონატში, რომელიც არის ექვთიმე თაყაიშვილის პირველში, ანუ ჭავჭავაძის ეგრევე კვეთავს და შეგვიძლია შევიდეთ. ჯერ არ შევსრულო. გადავწყვეტოთ ახლა რომელი დონატები უნდა შევუკეთოთ და რომლები უნდა დავაგემოვნოთ. მაშინ მე ამას დავაგემოვნებ, სანამ ეს არის გლეიზის ზუსტად იგივე გემოზეა, ხო? მაგარია. კონჩიკებითა? მაგარია. ხამარი მივაშკაცა. მირთვა. მე მივირჩი. შალო ავიღოთ რა ერთი კიდე. მახსოვს რომ გემრიელი იყო და. ოშ შეგვიშვიცა. ესე იგი, ფასები არის განსხვავებული. აი მენიუში შემიძლია შეგახედოთ. ზოგი ღირს 6 ლარი, ზოგი 4 ზოგი 8, ნუტელა 8 ღირს, იმიტომ რომ ყველაზე გემრიელია ალბათ. ყველას გასინჯო რომ მიდა, მაგრამ სამშვიდობით. მე რატომღაც ორი დონატი შემხვდა მეგობრებო, არ ვიცი რატო. მოდი დაგემოვნება. კარგი კრიტერიუმები შეგვახსენეთ ამარ. ვიზუალი, გემო და ფასი. მე ვიზუალში ვუწერ 10-დან 100. პირველ რიგში ვიზუალთან ერთად მე ვიტყვი შეფუთვასაც, იმიტომ რომ შეფუთვა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი რამე დონატის აღებისას. კომფორტულად დევს. ხო, განსაკუთრებით დაზიანების ამბავში. ხო, გამოყენების ნაწილშიც ასევე. რაც ამ ბოლო დროს ძალიან შემიყვარდა ესე ლიმონი და ეგ თემები და რომ გახსენი? ტექნოლოგია. აბა, დაგელოდებით, თორე ისე ეცა და ეძგერა ყველა. ზოგადად ალბათ დონატის მინუსია. კაი, დამიტოვე ხა. ანუ მინუსში ვიტყოდი იმას, რომ წვერებიანი ადამიანისთვის განსაკუთრებით მაგარი რთული საჭმელია რა. ანუ თან კარგია რომ ბევრი შეგთავსია, მაგრამ თან მაგარი რთული არის. ეს ნახე რა, ჩავიდა ბოლოში, დატოვე ხა. როგორც აღვნიშნე მეგობრებო, ეს ლიმონის გემო იყო ახალი დამატებული და ძალიან გემრიელი იყო. რაღაც ამ ბოლო დროს ძალიან შემიყვარდა ლიმონის გემოებით, რაღაც დესერტებით, კბილეულობა. აი ეს მინდოდა დამეგობრებინა შეგთავსის გარეშე, იმიტომ რომ მე უფრო ესეთი დონატები მიყვარს, იმიტომ რომ არ ვისვრები და ნიუ-იორკშიც პირველი რო გავსიჭე გლეიზის დონატი, ჩემი ფავორიტი რა. ეს ვისაც იტყნაობა არ უნდა, მისთვის არის იდეალური. ეხლა მივხვდი რატო არის ტოპ გაყიდვადი ჟოლო და ვანილი. იმიტომ რომ ჩემი აზრით ყველაზე დაბალანსებული არის რა. იქეთ კამერამენი დგას შუშის გარეთ, ნახეთ. შიგნით აღარ იყო ადგილი და ლუკა მიღებს გარედან, შუშის გარედან, ნახეთ. გემოზე მე მაგალითად ეხლა რაც გავსინჯე და მანამდე ბათუმში მქონდა გასინჯული ის ჟოლოსი. იქ ყველა ძალიან მომეწონა, 10-დან 100 დავწერდი გემოზეც და ვიზუალზეც. რაც შეეხება შეფასებებს, ჩემი აზრით შეფუთვა ვიზუალზე ვისაუბრეთ, რომ ცალსახად 9.5-ს დავუწერდი, 9-ს. იმერთ დავიტოვებ მაინც, იმიტომ რომ არ ვიცი რა შეხვდება წინ. გემო ტოპ, გემოში 10-ს დავუწერდი და რაც შეეხება ფასებს, ფასები როგორც გავარკვიეთ არის 4-დან 8 ლარამდე. მე რაც გავსინჯე, ეგრედა 7 და ჩემი აზრით ძალიან reasonable მიზეზიანი ფასია. ამიტომ მაგაშიც 10. მე დავწერ 30 ქულას. ყველაფერში 10 ქულას. მე ვეთანხმები, იმიტომ რომ შიგთავსი თუ აქვს ნუთელის, არასდროს არ არის ნუთელა ხოლმე, ანუ ხოთს გატყუებენ და სხვა შოკოლადი არის ხოლმე. 8 ლარი ჩემი აზრით კიდე იაფია, იმდენი ნუტელა აქვს მართლა. ქულა 30. ჩემი აზრით სრულიად უკვე ჩამოყალიბებული და ყველანაირად გამართული ბიზნესი არის. დონატებიც ისეთი იდეალურია, რომ არ ვიცი მე რა უნდა უთხრა და რა რჩევა უნდა მივცე. თავარია გემრიელი იყოს, გემოების შიგნით და თავარია რომ ადამიანისთვის კომფორტული იყოს, ხო? აი ეგ ვიცი, მაგრამ ეგ ზოგადად დონატია რა. ვერაფერს ვერ დავუწუნებ. კი მინდა რამე დავუწუნო და ცოტა ქულა დავაკლო, მაგრამ არ ვიცი რაში დავაკლო რეალურად. და კიდე ერთი შუა დავამატო, რომ გემოების ძალიან ისეთი მრავალფეროვანი არჩევანია და ეგეც ძალიან კაია რა. აი, ხო, რაღაცა გემოებს ნებისმიერ ადამიანის გემოვნებას მოერგება რა.
შეინახე თავი დაიცა. შორიდან არ ჩანდა გაჩერეთ საკეში. ეს გოგო ბიჭო. აშკარად კარამელი საგაიო. ესეც ასე გამოვედით დონატიდან. ცოტა ფეხით ვიაროს და ცოტა ფეხით გავიაროთ და აქვე ძალიან ახლოს ჭავჭავაძის გამზირზე, ქუჩაზე პირდაპირ არის ჩვენი შემდეგი ლოკაცია, რომელიც არის საპონჩიკე. საპონჩიკეშიც დავაგემოვნებთ და დღეისათვის საკმარისი იქნება ამდენი თველი. ხოლო გავაგრძელებთ ხვალ, უკვე ენერგიებს აღვიდგენთ, თან მოვინატრებთ ტკბილს და ხვალიდან უფრო ობიექტურად დავბრუნდებით. კაი, მოვედით ახლა საპონჩიკეში. ვიზუალურად გარედან ძალიან ლამაზად გამოიყურება. შევიდეთ, ნახოთ რა პროდუქტები აქვთ, როგორი დონატები აქვთ და როგორი პონჩიკები. იმიტომ წესით პონჩიკები უნდა გქონდეთ. საპონჩიკერის თვია. სარკე რა ხელა. ანუ დონატზე შემოვედით, მაგრამ სარკე მოგვეწონა. ესეც ასე. დონატები მზად არის. ეხლა შეგვიძლია მოვსხდეთ აქ. შეფუთოლე მაგალითად ძალიან მომწონს, თან ესეც შიგნით ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა. მოდი ეხლა დავაგემოვნოთ და პირდაპირ დავწეროთ ქულები. მარტივად და თამარი ნახე როგორ ამ მოდი ვაღიაროთ რომ ლიზიკოსი არის ყველაზე განსხვავებული ვიზუალით და ალბათ გემოთიც. ჩემიც განსხვავებულია, მაგრამ ვერ ხვდები ზემოდან უბრალოდ ოქროსფერი საღებავი აქვს თუ გემოც დაბა ნახოთ. შენი რაღაცა შემთხვევით ეგრევე ერთ დღეში რომ აგემოვნებ სხვადასხვა განსხვავებები მკაფიო ჩანს რა. მე ვიტყოდი რომ გემო კრემის ნორმალურია მე მგონი, მაგრამ აი თვითონ ეს არ მომწონს რა. პონჩიკივით არის მართლა პონჩიკი რო ხო, არის. შეიძლება განსხვავება. პონჩიკი ნარევი დონატია. მე სამწუხაროდ ჩემი მეგობარა გუია დიდად არ მომეწონა, იმიტომ რომ ეს შიგთავსი არა აქვს. თამარ. შიგთავსი აქვს, აი. არა აქვს. აგერა აქვს. მე გაგესინჯა. გავსენჯე. თქო ეს ზემოდანაც სასხი არის ძალიან უხეში, ანუ მე მომწონს ზოგადად აი რბილი რაღაცა. ხო, ესეც მყარი არის საკმაოდ. ჩემი იყო სნიკერსი. ვიზუალზე დავუწერდი 8-ს, გემოს დავუწერდი 7-ს, ფას დავუწერდი 8-ს. ჩემსაც მაგალითად ვიზუალზე დავუწერდი 9-ს, დავუწერდი გემოზე 7-ს. ნუ ფასი დამისაღები არის, ფასი 10-დან 10-ია. რა შეეხება ჩემს დონატს და არა მარტო ჩემს დონატს, ანუ გიორგისიც გავსინჯე. მოკლედ ყველაფერს დავუწერ 5-ს, იმიტომ რომ არ გვინეს 7, 8, 9, 5 ნახევარს დავუწერ ყველას, იმიტომ რომ მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რა ვარ. ანუ არ ცდილობდი სხვა მეცარებს, მაგრამ დონატის განსხვავებით ახლა ვადარებთ, იმიტომ რომ პირველი ვიყავით და ეგრევე მეორე აქ მოვედით. დონატში განახლება ხდებოდა, ჩვენ თვალწინ გამოიტანეთ რამდენიმე ახლები ცხებოდა, კურიერები მოდიოდნენ, მიქონდა და ანუ ბრუნვა იყო, შესაბამისად ახალი იყო, რაც მივირთვით და ამას ეთყობა რომ დილით არის გაკეთებული და დევს. მე მივხვდი მე რა რომ ეს განსხვავებულია იმასთან შედარებით, იმიტომ რომ საპონჩიკე ქვია ამას და სხვა სტილის დონატია, გასაგებია და ეგ ორიგინალურია. გემოში მე დავწერდი 7-ს, ვიზუალში სხვათა შორის მე დავწერდი 9-ს, იმიტომ რომ კარგი ვიზუალები აქვს და განსხვავებულია რა. ფასაც შეეხება, ნორმალურია რა, დონატი ეგრე 8-ს დავწერ და რატო გეტყვით? დონატში ბევრად დიდები იყო დონატი, მე რაც ვნახე და იგივე ფასები ღირდა რა და ამიტომ აქ დავწერ 8-ს. მოკლედ ეგ არის რა, საპონჩიკეს მოვიარეთ. ეხლა თქვენთვის რამდენიმე წამში და ჩვენთვის რამდენიმე საათში გავაგრძელებთ შემდეგ ობიექტს. წავიდა. ასე დაგიბრუნდით მეორე ეპიზოდით, მეორე ნაწილით. 1, 2 და 3. ესეც ასე მეგობრებო, გავაგრძელებთ მეორე ნაწილს, გავაგრძელებთ. ეს ასე დაგიბრუნდით მეორე ნაწილით. ესეც ასე დაგიბრუნდით მეორე ნაწილში. მომახიანად თქვი. ესეც ასე დაგიბრუნდით მეორე ნაწილის ჩემთან ერთად ამჯერად. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ გიორგი არ არის ამ ეპიზოდში. საბედნიეროდ. თუმცა არც ივანე უჩივის მადას. მე სიმართლე გითხრათ არ მიყვარს დონატები, მაგრამ ვეცდები მაქსიმალურად კრიტიკულად შევაფასო ყველაფერი, ამიტომ ელოდეთ ჩემგან ვისხავს. პრეტენზიებს. რაც შეეხება შემდეგ ლოკაციას, მოვედით პეკინზე, მაიტოზოში და ეხლა შევაფასებთ მათ დონატებს. შევაფასოთ. მე ზოგადად არ გამისინჯავს ესეთი დონატები და რაღაც ძალიან განსხვავებული გემო აქვს და ძალიან სპეციფიკური და რაღაც ორიგინალური და გათანამედროვებული და ძალიან საინტერესოა რა. მინდოდა რომ მეპოვნა ისეთი დონატი, რომელსაც ხშირად შევჭამდი ხოლმე. მარიტოზო ყოფილა და არა მარიტოზო. თქვენ ამდენი ხანი მარიტოზოს ვიზახით და პიზა რო არის, შენ ეს როგორი იკითხება? პიზა. ერთი ფისტა. ისე ყველაზე ტრენდული რომელია თქვენთან, აი ბუენო რომელია ეს, ხო? დავით ჩემი არის ფისტა. ჩემი არის ტირამისუსი და ძალიან ლამაზად გამოიყურება. ყველა რაც მომნახე, ახლა ძალიან მომეწონა ვიზუალზე. ვიზუალის დონატური აქვს, გემოს დონატური აქვს. ძალიან კარგი კრემი აქვს. ტირამისუს კრემი აქვს ზუსტად და ეს კაკაო და ისინი აი ზუსტად იჭრება ტირამისუს გემოში და დონატი და თან ტირამისუ ძალიან
უცხოარი ხა ჩემთვის მაგალითად. თავი კინდერის გემო არ აქვს, მაგრამ კინდერის მოგვადია ძალიან. მეგონი ვისაც უფრო მეტი პუდრა აქვს ტუჩზე იმას მოეწონა, ამიტომ მარტო პისტი არ ყოფილა, არის კენკრის შიგთავსი და იდეაში ძალიან გემრიელია ამათი ერთობლიობა რა. თუმცა შეფუთვა არ ვიცი. ვიზუალურად თვითონ მარტო დონატი არის 10-დან 10, მაგრამ ერთგულას დავაკლებ იმაში, რომ შეფუთვა განსხვავებული შეიძლება ამ პარტიას. ანუ 9 ქულა. 9 ქულას დავუწერ ვიზუალში. მარკეტინგულ კუთხით ახლა ადამიანს როგორ მუშაობს, მაგას როგორ აფასებ. არ დაგავიწყეთ, რომ ეს არის ჩვენი აზრი, მეგობრებო. არა, კარგი ფასი არა აქვს თქვა. მეტი ცოტა მეტი. მე დავუწერ ყველაფერში რვიანებს, ახსნას არ ვიცი აზრი აქვს თუ არა, იმიტომ რომ შეფუთვასაც გავაუმჯობესებდი, ცომის მდგომარეობასაც გავაუმჯობესებდი და არა, იდეაში 800 და 900 დავუწერ ფასში, იმიტომ რომ რაღიდა 7 ლარი ღირდა. 6.5, 7.5. შეიძლება ძალიან ნორმალური ფასია რა. აი ხა გამოვიდა მე პატრონი და ნახტავე ხა როგორ შეაფასებთ. მე რახან ზოგადად არა ვარ ეს დონატის მოყვარული და არც შინჯავ ხოლმე. გოგოები მოგეკითხება დონატის გემო. რახან ხა გოგოები უფრო ესე კრიტიკულად დაფასებენ ამ ყველაფერს. ჩემთვის არის ძალიან ჩვეულებრივი დონატი, რავი. აქამდეც როგორც გამიშინჯავს მიახლოებული შედარებით ნორმალურია და ქულას დავუწერდი ალბათ 7. უკეთესი ვეღარ. სამნაირად დაფასებთ. ვიზუალის ერთი ფასის და ერთი გემოსი. ფასში 10 ქულა, ვიზუალში 10 ქულა და გემოში 7 ქულას დავუწერდი. მე დავუწერდი ჩემს დონას გემოშიც 10 დავუწერ, ფასშიც 10 დავუწერ, ვიზუალში მეც ცომს გავაუმჯობესებდი, უფრო ფულას გავხდები, ამიტომ 9 დავუწერ. ესეც ასე მოვჭით აქ და გადავიდეთ ახალ სადონატეში. რომელიც მდებარეობს ბაზარი ორბელიანზე, იოანე ჩვენი ახალი მძღოლი, რომელიც ახლა წავიყვანს და გაგვასეირნებს. თუმე რატომ აღარ არის გიორგი აქ და აკარა თუმე რატომ არის იოანე? გიორგი უკეთესი მანქანით გვასეირნებდა. თქვენ წამოვხალთ ფეხით, მე მივდივარ მანქანით. იო, კარგი მანქანა გყავს. მოვედით ჩვენს ბოლო ლოკაციაზე. ამაიში არა, დღეს სხვანაირ დესერტებს ვსინჯოთ, ამიტომ ცოტა იქით გადავიწიოთ უკან. და ჩვენი მეოთხე ლოკაცია გახლავთ ბანს თბილისი. ვაუ, როგორი განსხვავებული რაღაცებია. 26 ლარი გამოვიდა მართლა? ისამდენ გამოვიდა. იქ 50 ლარი გადავიხადე. თუ არ მოგატყუეს თამო. აი მოგეთ როგორც თქვით, ეს არის ბანსის დონატები და დავაგემოდოთ. ესეც ერთ-ერთი ცნობილი არის თბილისში. კი ბატონო. შეჩემხოდრია, მაგრამ მე პირველად ვსინჯავ. აი ჩემი არის ეს. თეთრი კრემი რაც აქვს, ვანილეს კრემი არის იდეალური. უბრალოდ აი ეს მარილიანი კარამელი რაც არის ცოტა მგონია, არ ვიცი თქვენს გასინჯეს. მარილიანია ძალიან. გემრიელი იყო სხვათაშორის მოკლედ ეს ფისტა. კომპეტენტური ვერ გიქნები ფისტის ამბავში, მაგრამ შემედით კარგი იყო მოკლედ. მე დავუწერდი კრემს გემოს 10, იმიტომ რომ ცომიც იდეალური იყო, ფასიც იდეალური აქვს მართლა ამ დონატებსაც. გამოვიდა ესეც 10. პუდრა რო გისვია. უბრალოდ ეს შაქარი ესეთი უნდა იყოს, გარშემო ესე უნდა იყაროს, ანუ ესე იყო და ძალიან თავის აირეგით საჭმელია დონატი, ზოგადად რომ ძალიან ვისურვებთ აშკარად. არც მე ჩამოვრჩები და მეც 10 დავუწევ. ეხა ერთი გავსინჯე ამის წინ და იმასთან შედარებით საუბრობ რომ ყველაზე გემრიელი იყო ეს. 10 უწევ მეც. ანუ 30? ფასში მეც 10 დავუწერ. ვიზუალურად დავაკლებ ისევ ამ შეფუთვაზე ქულას. 0.5 და ზოგადად ვიზუალურად ვიზუალურად სხვაგან სადაც ნახეთ, იყო უფრო მრავალფეროვანი არჩევანები. 9 ქულას დავუწერ ვიზუალზე, გემოზე დავუწერ მე მაგალითად 8 ქულას. რაც შეეხება ჩემს აზრს, ყველაფერში დავუწერ 9 ქულას, იმიტომ რომ ნამდვილად კარგი, ცომიც კარგი იყო. კენკრაზე ცოტა ძალიან ტკბილი მომეჩვენა. ჩემი აზრით, აი ძალიან კარგია, რომ რაღაცა გათანაბრებული გემოსი იყოს და არ ძალიან ტკბილი იყოს, არ ძალიან მჟავე იყოს და რაღაცა თანაბარის დაიჭირო რა. 1 ქულას მაგაში აკლებ? მაგაში ვაკლებ 1 ქულას, ხო? უკეთესზე არ დაილება. მოკლედ 10 ქულას უწერ ფასს და დანარჩენი 9 ვიტყვი, ხო? დავითვალეთ ჩვენი ქულები და ეხლა გეტყვით როგორ რის მიხედვით რომელ ადგილზე გავიდა. მეოთხე ადგილით დავიწყოთ, ალბათ ყველასთვის ნათელი იყო და სამწუხაროდ მეოთხე ადგილზე გავიდა საპონჩიკე. საპონჩიკემ დააგროვა 89 ქულა. მესამე ადგილზე გავიდა მარიტოცო. ცოტა მესამე ადგილიც კი მეწოდება. ხო, აი კარგი იყო რა. კარგი იყო. ვიზუალურადაც კაი იყო, კრემიც კაი იყო და ერთი თვითონ დონატის ცომი არის ხო
ლანისეთ. მეორე ადგილზე გავიდა ბანსი, რომელიც ახლა მივირთვით, იმიტომ რომ ნამდვილად კარგი იყო, ნამდვილად არაფერი არ დაეწუნებოდა ჩვენგან, მაგრამ პირველ ადგილზე გავიდა დოდონატი, ანუ მართლა ყველანაირი რაღაცების გარეშე, მართლა ჩვენი გულწრფელი გემოებით და შეფასებით გადაწყდა ეს. შემდეგ ვიდეოს საწოლებს გადავიღოთ, იმიტომ რომ ამდენი კვირის ჭამეთ, მეგონი კარგ სურათს ვერ მივახსენებთ. კარგი სახინკლე გვინდა, ეხლა კარგი საბურგერე გვინდა. აზუყურე რა. კარგი აი, მოკლედ გადავწყვიტეთ, შემდეგ იქნება ბურგერები და რომელი ბურგერები დაგვიწერეთ თქვენ და თქვენი კომენტარებიდან გამომდინარე გადავწყვიტებთ რომელ ბურგერებს ვესტუმროთ და რომელი ბურგერი გადაგიწყვიტოთ რომელია კარგი ქალაქში. მადლობა რომ გვიყურეთ. თუ კიდევ მოგეწონათ ესეთ ვიდეოები, მე ბავშვები ეგრე კომენტარი თქვი რომ თუ კიდე მოგეწონათო დაგვიწერეთ კომენტარებში როგორ ეგუთხარით. თუ კიდევ მოგეწონებათ მსგავსი ვიდეოები, დაგვიკომენტარეთ. კიდე მოგეწონე რომელი ქართული თუ მოგეწონათ მსგავსი ვიდეო, თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დაგვიკომენტარეთ. მე კარგად. მადლობა რომ გვიყურეთ, გამოიწერეთ ეს არხი და ნახვამდის. კარგი მეგობრებო, თუ მოგეწონათ ჩვენი ვიდეო, გამოგვიწერეთ და ლაიქეთ. გამის წვალების დრო და